მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის 2012 წლიანი Kimco GTI 300, რომელიც არის იდეაში მაქსის სკუტერი, მაგრამ თავისი გაბარიტებით საკმაოდ კომპაქტური და ესეთი ტანმორჩილი, ასე ვთქვათ. აქვს 29 ცხენის ძალა, ერთცილინდრიანი მოტორი, ელექტროშეფქვევაზე. არის ძალიან სწრაფი, მანევრირებადი და ძლიერი. ქალაქში სასეროლთ არის იდეალური და ასევე ქალაქის შემოგარენში 100-150 კმ რადიუსში თავისუფლად ივლით. ძირითადი ლიმიტაცია უფრო ჯდომის პოზიციაა, თორე მოტორს სიმძლავრეს გასწრების უნარსაც შეეხება ავტობანზე უპრობლემოდ ივლით. უბრალოდ ამ პოზიციაში ჯდომით, ანუ სადაც ფეხებს ბოლომდე ვერ შლით, ეხლა 300 კმ-ის გავლა გაგიჭირდებათ, მაგრამ ქალაქისთვის ძალიან მაგარი, არის ვიწრო და საცობებში სასიარულოთაც აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს გაძრომა და გზის პოვნა. მოყვება თავის ქარხნული საბარგული, რომელიც იგივე გასაღებით იკეტება, რითიც იქოქება. ჩემი აზრით მთავარი პლუსი ამ მოდელის და ზოგადად ამ სტილის სკუტერების, რაც საქართველოს სამწუხაროდ თითქმის არ არის მისი 16-იანი საბურავი. დიდი ზომის საბურავების წყალობით არის ძალიან სტაბილური და ეხლა როგორ ვთქვა, მაგრამ თითქმის მოტოციკლეთთან მიახლოებულად დადის. მოსახვეებში ძალიან მაგრა შედის და ცუდ გზაზეც ამ ორმოებს ძალიან ადვილად ყლაპავს. სხვა რაც შეეხება ამის საბარგულს, დიდი საბარგული არა აქვს გამის ქვეშ. არის ესეთი პატარა სივრცე, სადაც რეალურად ეხლა ჩემი ჩაფხუტი ნამდვილად არ ეტევა. ჩაფხუტი ზოგადად მე მგონი არ ჩაეტევა, მაგრამ დანარჩენი ხელსაწყოები, ტელეფონის დამტენი, იმიტომ რომ თავის ელექტროკვების წყაროც აქვს და ასე შემდეგ რაღაცის ჩადება შეიძლება. სამაგიეროდ ამ საბარგულში ეტევა პატარა ზომის ჩაფხუტი, ჩემი ჩაფხუტი მაგაში არ ეტევა, მაგრამ ჯეთ ჰელმეტები ეტევა და ასევე სავარაუდოდ M ზომამდე ჩაფხუტებიც ჩაეტევა. წინ აქვს ერთი ჩასაკეტი თარო, ასევე პატარა ბარდაჩოკივით და ჩამოსაკიდი კაუჭი, რომელზეც აი ფეხებს შორის ორი პლუსი აქვს, რადგანაც სწორია და კი აქვს ფეხებს შორის ამ საყიდლების ჩანთა, ეგეთ რაღაცა პრობლემით შეგიძლიათ დაიდოთ. აქვს სულ ახალი საბურავები, რომელიც იტალიიდან გამოვიწერეთ დავაყენე. ეს არის მეცელერ Roadtrek სკუტერი. ძალიან კარგი ხარისხის, ახალი აკუმულატორი აქვს, აკუმულატორი დამჯდარი ქონდა, რომ ჩამოვიდა. ზეთი შეცვლილი აქვს როგორც მოტორში, ასევე რედუქტორში. ჰაერის ფილტრი შეცვლილი აქვს და ზეთის ფილტრი, ანუ სრულად გამართულია და მზად არის თავგადასავლებისთვის. ეს არის ვიზუალურად, ანუ აქ გერმანიიდან არის ჩამოყვანილი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. გარბენი აქვს სადღაც 13,500 კილომეტრამდე და არანაირი დაზიანება არ აქვს. ერთი-ორი ნაკაწრი ხა თავის ასაკიდან გამომდინარე აქვს, მაგრამ არის უავარიო, არ არის წაქცეული, არაფერი არ ჭირს. ესეთი ფასიც ბიუჯეტური აქვს, მაგრამ თავისი დინამიკიდან გამომდინარე ძალიან სასიამოვნო და ესეთი ცოტა ადრენალინსაც კი იგრძნობთ, ისე დადის აჩქარების მხრივ.